27 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშის მე თბილისის მოტრფიალე ვარ მორიგი ტური გაიმართა. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში თბილისის ისტორიის პოპულარიზაცია, გააზრება და ქალაქის თანამედროვე გამოწვევის გათვალისწინებით მისი გავრცელება. 27 მარტის თამაში ქალაქის მარცხენა სანაპიროს ნომერ 212 მე-60-ზე, რობერტ შუმანის 213 და 21 კერძო და საჯარო სკოლების, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან მუხრანას, თამარისის, ტანძიის, დავითიანის მეორე, ბოლნისის პირველი, რაჭის-უბნის, კაზრეთის, დავითიანისა და საპატრიარქოს წმინდა იოანეს სახელობის სკოლებს შორის ჩატარდა. პირველ თამაში ნომერ 21, ხოლო მეორე თამაში საპატრიარქოს წმინდა იოანეს სახელობის სკოლამ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გამართულ ინტელექტუალურ თამაშს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი დაესწრო. დღეს მონაწილეობდა ჩვენი ეპარქიის სხვადასხვა სკოლები და მათ შორის სასულიერო სასწავლებელი და ვფიქრობ, რომ საინტერესო თამაში იყო, საინტერესო მსჯელობა იყო და გამარჯვებული მე მინდა ჩვენს ბავშვებს უსურო ბედნიერი მომავალი, აღნიშნულ სასწავლებელს კიდევ მეტი წარმატება, რომ მრავალი თაობა აღეზარდოთ ჩვენი ერის საკითხებით. აშკარად ჩანს, რომ საპატრიარქო და კერძოდ მეუფე ეფრემი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ზრუნვის ახალგაზრდებზე, საშუალო სკოლის მოსწავლეებზე. მუდმივად არის საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რა ხდება სკოლის ცხოვრებაში. ის მონაწილეობდა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ არა მხოლოდ ხარი დაიჭირა მოსწავლეებისთვის, არამედ გამოგვევლინა მასთან ერთად მის რაიონში სკოლის მოსწავლეთა შედეგები. ინტელექტუალური თამაშის კვირაულში თბილისის, რუსთავის, გარდაბნის, მცხეთისა და ბოლნისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ. მე მაგალითად ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე აქედან, ასევე გუნდურ მუშაობასაც მოითხოვს, რაც ასევე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ასეთ კონკურსებში. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში მონაწილეობა. მივიღეთ მონაწილეობა, გავიმარჯვეთ, მოვიგეთ და იყო რაღაც შეცდომები, რომელსაც შემდგომში გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ აუცილებლად. შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს მე თბილისის მოტრფიალე ვარ უკვე მეორედ ატარებს.